ეხლა ვარ მეგობრებო დედაინის ბაღში ვესტუმრე ლუდის ფესტივალს და რაღაც საინტერესო ვიდეოს გადავიღე ბლოგს. პირველ რიგში უნდა ვესტუმრო ჩემ მეგობარს შეფ ზარეულს, შოთას, გავსინჯო აქაური ბურგერი და სოსისის დაფა. კვებისობებს ქვია დანილი, ესაც თვითონ არც ცალია რომ დაგველაპარაკოს. ცალია შევ რომ დაგველაპარაკო? როგორ შეგვიძლია დაგველაპარაკები ისე? არც ცალია ჯობია საქმეს მიხედავს და ჩვენ ამას გადავიღებთ. აქ როგორ ხედავ იწება კატლეტი მეგობრებო ბურგერისთვის. ზევით სოსისები. ავიგე. კარტოფილი. ეს არის ეს როგორი კარტოფილია რა მითხარი? სვანური კარტოფილი არის ოჯახის. ოჯახის სვანური კარტოფილია. მიზავის ხომ სვანეთიდან რა? სვანეთიდან არის ჩამოტანილი ეს კარტოფილი. უყურეთ ბოლომდე მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებ ლუდის ფესტივალიდან. ფესტივალი ტარდებოდა 12, 13, 14 რიცხვებში მეგობრებო, დღეს არის 14 რიცხვი. თბილისში იწვიმა გაუჩერებლად, მაგრამ მაინც ხალხი იყო და დადის, როგორც უყურებ ეხლა არის 7:09 და ხალხით სავსეა, საღამოს უფრო მეტი იქნება. ლუდი არის და არის, რამდენიც გინდა. მე არ ვსვამ, როგორც იცით, არც მევასება სასმელი, ზოგადად არ ვსვამ სპირტს არანაირს. სამიც არის დაგვიჩი. მოდი რაც მომაძრავ. როგორც გითხარით, ლუდი არის და არის, რამდენიც გინდა. და განსხვავებული ლუდები იყიდება აქ. ანუ განსხვავებულს რაც გულისხმობ, რაც მაღაზიებში იშვიათად შეგხვდება, ეგ დამევასა. ბევრი რაღაც სხვადასხვანაირი ლუდის გასინჯვა შეგიძლია. ეხლა აქ იყიდება და მაგალითად რეკლამა არ არის, არც ვიცნობ რა კომპანია ვისია. როგორც ლოკოზე ხატა, ვაშლის ლუდი, წითელი ლუდიც არის. წითელი ლუდი რისია? რითი არის? ველური კენკრა. ველური კენკრა? ესენი ვაშლია. შენ ინტერნეტში რო იცოდებ, კი, მე ვარ. აი, ფოკუსა. ვიცნეს. აბლობოთ მომუბრუნე. გემრიელად. ეგრე ველური კენკრა. რომელი? ეს წითელი? ველური კენკრა. შავია, 20%. ალკოჰოლი აქვს? საგან კი ვეცახდი მეგობრებო, არ სვამ, მე ალკოჰოლთან ძალიან შორს ვარ. იშვიათად სვამო, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა. კაია. კაია. და სად იყიდება ესენი? ლადო ასათიანი 21 ნომერში, ნატურელი ბარი, ასევე არის მაღაზია ნუცბიზის ქუჩაში, იმასთან კალონკასთან, ზუსტი მისამართი არ მახსოვს. და ბარებში სოოლაკში. აი ესე დავთივარ სინჯავ ყველაფერს. სპირტის გარდა, სპირტს არ სინჯავ. არ შეიძლება. ზე გადავასხი უკვე. არავშავ. შენ ძირითადად დადიხარ ფესტივალებზე. ხო, სულ ფესტივალებზე ძირითადად, ანუ ძირითადად კი სულ. და როგორ უნდა გავიგოთ მაყურებელს? უნდა გამოიწეროთ Instagram-ი ან Facebook-ი, სადაც ვდებთ ხოლმე ინფორმაციას, ხოლმე სადა ვართ, როდისა ვართ და ასე შემდეგ ანუ. შეფის გამოვიყვანე მეგობრებო, შოთა. ეხლა ამ კაკუსონი რა ხდება? აი აქ რა არის ეს? აქ რა ხდება? აქ გვაქვს ესე იგი ჩვენ დამზადებული სოსისი არის კუბდრის ბაზაზე, კარტოფილის გარნირით, შინდის და ღოღონაშოს ტყემლით, გაწურული მაწვნით, ნიგვზიანი მწვანე აჯიკით, კომბოსტო სალათა არის გაწურული მაწვნით და ჯონჯოლის წვნილი გვაქვს ჩვენი. ეხლა გავსინჯოთ საფირმო სოსისი, რომელსაც აქებს. ვიცნობ დიდი ხანია შოთას სოციალურ ქსელებიდან სულ წერს, სულ აქებს თავის სოსისებს. მე თვითონ ვამზადებ, მე თვითონ რაღაც დანადგარი აქვს აწყობილი, იმაში ვბოლავ, რა ტერმულად ვამუშავებ. ერთ სიტყვით გავსინჯოთ, მეც მაინტერესებს რა აქვს ესეთი საოცრება. ღორის ხორცით არის გაკეთებული საქონლის ორივე, ხო, საქონელი და ღორია 70-30-ზე, როგორც მითხარი. კაია. აი, ნამყოფი ვარ საზღვარგარეთ, დაპატიჟებული ვიყავი გადაღებაზე რაღაცებზე. გერმანიაშიც ვარ ნამყოფი, სოსისები გამისინჯია ბავარიული. გემრიელია, მაგრამ ამას საერთოდ სხვა გემო აქვს, ქართული გემო აქვს. აი, სოსისის ჭამა თუ გინდა და ქართული გემო გინდა, აი ეს უნდა მიირთვა. სვანური კარტოფილი, მეგობრებო, ჩვენ არ გეგონოთ ახალ ქალაქის კარტოფილი, ახალ ციხის რაღაცა. ეს არის სვანიდან ჩამოტანილი კარტოფილი, ერბო კარაგზე დამზადებული, ერბოზე, ხო, ერბოზე არის დამზადებული.
მწვანური მარილით. გასაყიდად რა კარტოფილი? სახლისთვის. და ანუ რატო ამისთვის რა, იმიტომ რომ ფიზიკურად რაც მოყავს მოსავალი, თუ მე ვიღებ ხოლმე მოსავალს ხოლმე. ჩემს სიმავრს მოყავს რა. გაიცა ახლიდან ანუ ეს არის ჩემი სიმავრს ხარ, რაც ამის კეთება დავიწყე, ჩემი სიმამრი კარტოფილს თესს ხოლმე მთაზე რა და მთლიან მოსავალს მე ვიღებ ხოლმე ჩათვალე რა, სულ ყოველგვარ მე ვიღებ. აუ გასაყიდად რომ იყოს ეს კარტოფილი, შედის სიამოვნებით შევიძენე სახლისთვის, იმიტომ რომ განსხვავდება კარტოფილი, ხომ კარტოფილია რა უნდა იყოს განსხვავებული, მაგრამ განსხვავებული გემო აქვს კარტოფილის მომზადებას დაანებე თავი. უბრალოდ კარტოფილს აქვს სხვანაირი გემო. აჭიკა კაია, სიცხარე აკლია აჭიკას, იმიტომ რომ მაინც კერძია, ტურისტია, ქართველი და ყველას არ უყვარს ხარე. აჭიკა კაი ცხარე რომ მეც მიყვარს, მაგრამ მეც მიყვარს უბრალოდ პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრს არ სიამოვნებს წარე რა და მაგიტომ ცხარეს დავაკერი ცოტა რა. მომიწი ეგრე. გემრელია, მოდი სიგარი დავმალოთ. გემრელია ძალიან, ბურგერის შეფასება 10-დან 10, ესაც 10-დან 10 გემრელესია. ბურგერი ღირს 20 ლარი. ეს ღირს 25. ეს აფაკის 25, 300 გრამიანი სოსისი გაქვს თითქმის რა, 250, 300 გრამამდე გააჩნია როგორი გამოვა. ჯონჯოლის სალათი თელი სეტი გაქვს აწყობილი. ერთსაც ესეც რომ შეჭა მივენცე, საკმარისზე მეტია. იმიტომ რომ მივენცე დიდად დასალევია და დალიო. ბურგერი მაინც უხერხული საჭმელია ნებისმიერ შემთხვევაში დაისვრები. და კიდევ რა დავამუღამე, ყველის მაგრად აქვს გამოყენებული ტენილი ყველი, ჩვეულებრივ ჩედარი არ არის, ტენილი ყველით არის გაკეთებული და აი მაგრად უხდება, ჯონჯოლიც უხდება ბურგერს. უგემრიელესია, აუცილებლად უნდა გასინჯოთ. სამწუხაროდ მარტო ფესტივალებზე მუშაობს შოთა. თავისი საკუთარი რესტორანი და რაღაცა არ აქვს. იმასაც დავამატებ მეგობრებო, რომ ძალიან ბევრი ტურისტი არის ახლა აქ ჩამოსული და ფესტივალზე მონაწილეობას აი ხალხი რომ დადის და ვუყურებ, ძალიან ბევრი ტურისტია. ჩინელები არიან ძალიან ბევრი. აქვე კურს აცხობენ. და მოხდა გავისეირო. კახური პური მაინც სხვა არის რა. ყველაზე მეტად ეგ მიყვარს. სხვა გემო აქვს, სხვანაირი ეშხი აქვს. აქვე მწვადი, კახური. თუ იცით რას ვიზამ, ზოგადად Instagram-ში დავდებ პოსტებს, წინსრებით რა ფესტივალი ჩატარდება, რომელ რიცხვში და სად ვიქნები. თუ გექნებათ სურვილი, ეს სტუმრეთ და ერთად საინტერესოდ რომ გავატაროთ. აქვე დავამატებ იმას, რომ 11 ოქტომბერს, თუ 10 ოქტომბერს ზუსტად არ მახსოვს, კახეთში ტარდება ღვინის ფესტივალი და დიდი ალბათობით მეც უნდა მივიღო მონაწილეობა, ავიღო სტენდი, კერძები მოვამზადო და ზუსტ ინფორმაციას მოგასდით წინასწარ აუცილებლად Instagram-ზე დავდებ პოსტს და გამეხარდება მესტუმრეთ, ჩემ გაკეთებულ კერძებს გაგასინჯებთ. კარგ დროს გავატარებთ ერთად კახეთში 10-11 ოქტომბერს, ზუსტად არ მახსოვს რომელ რიცხვში მითხრეს. ძირითადად საჭმელი რაც არის ბურგერი, ჰოთ-დოგი, სოსისები და ეგეთი რაღაცეები აქ. ეხლა ლუდის ფესტივალზე რა უნდა იყოს? კახეთში რომ ჩავალ, წადი უნდა იყოს იქ, მაგრამ ვცდილობ რამე სხვა რაღაცა მოვამზადო, განსხვავებული. აი მენუს ვამუშავებთ ეხლა. აქვე არის კარსლერგის ლუდის სტენდი. ეხლა გავსინჯოთ აქაური ლუდი, ერთ ჭიქა რომ გავლი, ერთ ჭიქაზე გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ მაინც აქ მოვედი ძირითადად იმის გამო, რომ გათამაშება არის და აზარტული რაღაცები, როგორ გითხრათ. არ მიყვარს, მაგრამ გათამაშებები მიყვარს, უფასო რაღაცა, რატომ არა, რომ უფასო არის იყოს. რა უნდა ვქნათ, ერთი ამიხსენი? ჭიქა დაჯდა.
კაია, ხედავთ მეგობრებო, გათამაშება უფასო ჭიქა, მაგას რა ჯობია. აი, კარგად გემრიელად მივირთი მეგობრებო, რასაც ქვია. ეხა ნელ-ნელა უკვე წავალ სახლში, იმიტომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს უკვე დაბნელდა, მაგრამ ხალხი მოდის და მოდის. Instagram-ზე აუცილებლად დავდებ, გამოიწერეთ ჩემი სოციალური ქსელები, ვისაც არ აქვს გამოწერილი, ერთხელ ზაგიმიობ თლიან ჯამში მყავს 9 მილიონზე მეტი გამომწერი. Instagram-ზე დავდებ წინასწარ, რომელი ივენტზე ვიქნები და შევხვდეთ ერთად რამე გემრიელი. მეც მოვამზადებ, მივირთვათ, დრო გავატაროთ საინტერესო. ეგრე. ხალხი არის, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი და უფრო მეტად ტურისტებიც არიან ძალიან ბევრი, უცხოელები. მომავალ შეხვედრამდე გამოეწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო.